100 წლის ძიების შემდეგ მოულოდნელმა აღმოჩენა მახალი თავი გახსნა ისტორიაში. სამარხმა, რომელიც მიიჩნევა კლეოპატრასადმი კუთვნილად. მის შიგნით აღმოაჩინეს უცნაური სიმბოლოები, საიდუმლო ნივთები და თითქოს უძველესი დროიდან გამოგზავნილი გაფრთხილებები. მაგრამ კითხვა ასეთია, რატომ ჩანდა, რომ ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი დედოფლის უკანასკნელი სამყოფელი განზრახ დამანეს? და რა საიდუმლოებები შეიძლება გამოავლინოს ამან, რაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენ წარმოდგენა ისტორიას. მაგრამ მანამდე გთხოვთ მოიცონეთ და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ. უკვე 2000 წელზე მეტია საიდუმლოდ რჩება, სად არის დაკრძალული კლეოპატრა, ძველი ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონი. ის იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქალი. ის ცნობილია თავისი გონიერებით, სილამაზითა და ლიდერობის უნარით. მაგრამ დღემდე ექსპერტებს ჯერ კიდევ არ იციან, სად არის მისი სამარხი. მას შემდეგ, რაც კლეოპატრა და მისი საყვარელი მარკ ანტონი ოქტავიანემ დაამარცხა, რომელიც შემდეგ იმპერატორი ავგუსტუსი გახდა, მათი ცხოვრება ტრაგედიით დასრულდა. ისტორიკოს პლუტარქეს მიხედვით, ანტონიმ თავი מחვილიც დაიჭერა. კლეოპატრა კი როგორც მიიჩნევა, იყენებდა შხამს ასპისგან, რომელიც გველის ერთ-ერთი სახეობაა და ფარაონების ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. მათ ნებადართეს ერთად დაეკრძალათ დიდრულ სამარხში. თუმცა არ არსებობს ზუსტი ჩანაწერი თუ სად აშენდა იქ. კლეოპატრას ძალაუფლება ალექსანდრიაში იყო კონცენტრირებული. იქ იდგა მისი სასახლე ანტილოდოსის კუნძულზე, დაძრებთან და ცნობილ ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან ერთად. ეს ადგილი ადრე ცენოტაფი იყო. ისტორიკოს პლუტარქეს მიხედვით, ანტონიუსმა თავი დაიჭერა საკუთარი მახვით. ისტორიკოსის თქმით, მან თავი დაიჭერა საკუთარი მახვით. ნელ-ნელა გაქათა ოთახებიდან სასახლეები, ტაძრები და ალბათ თავად დედოფლის სამარხიც კი. ბევრმა მკვლევარმა სცადა საუკუნეების განმავლობაში სამარხის პოვნა, მაგრამ ყველა უშედეგოც. ჯერ არავის უპოვია კუბო, წარწერა ან ოთახი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ნაპოვნია. მხოლოდ დაზიანებული ქანდაკებები, კლეოპატრას გამოსახულებიანი მონეტები და შენობის ნანგრევებია აღმოჩენილი. ესენი მისი ბრწყინვალების სიმბოლოებია, მაგრამ არ პასუხობენ კითხვას, სად არის იგი დაკრძალული. ამასობაში თანამედროვე ეპოქაში ახალი იმედი გაჩნდა. თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორიცაა სონარის რუკების შედგენა, ნალექების ნიმუშების აღება და წყალქვეშა გათხრები. დახმარებით საფუძვლიანი ძიება კვლავ დაიწყო. ერთ-ერთი ლიდერი ამ საქმეში იყო ფრანგი საზღვაო არქეოლოგი ფრანკ გოდიო. მათ წყალქვეშ აღმოაჩინეს დიდი სვეტები, ქანდაკებები და ნივთები კლეოპატრას დროიდან. მათ ასევე იპოვეს მისი სასახლის ნაწილი და ისიდას ტაძარი ქალღმერთი, რომელიც კლეოპატრას უკავშირდებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ აღმოაჩინეს, თავად სამარხის კვალი ჯერ კიდევ არ ჩანს. ამიტომ ექსპერტებმა სხვა ადგილებში დაიწყეს ძიება, მაგალითად ტაძრებსა და ნეკროპოლისებში ალექსანდრიას გარეთ. არსებობს რამდენიმე ძველი ჩანაწერი, რომლებიც ამბობენ, რომ ის შესაძლოა ტაძართან ახლოს იყოს. ისისისადმი მიძღვნილ ტაძართან, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მაგრამ ადგილის ძლიერი ცვლილებებისა და რუკების დაკარგვის გამო ძიება კიდევ უფრო გართულდა. დღემდე ბევრი კითხვა რჩება. მართლა ერთად დაკრძალეს ის და ანტონი? ან იქნებ მათი ნეშტები დამალეს, რომ აღარასოდეს ეპოვათ? შესაძლებელია ასევე, რომ განზრახ დამალეს სამარხი, რომ სიმდიდრე არ გაეძარცვათ. ამასობაში წლების გასვლასთან და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მკვლევართა იმედი კიდევ უფრო ძლიერდება, რომ კლეოპატრას ნამდვილი სამარხი აღმოაჩენენ. ადრე მხოლოდ ლეგენდები და ამბები ტრიალებდა მის უკანასკნელ განსასვენებელს. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება მისი რეალურ ცხოვრებაში ნახვა. იზისის ტაძრის წყალქვეშ აღმოჩენა დასაწყისი გახდა. ამის შემდეგ ყურადღება მიწაზე არსებულ ნანგრევებზე გადავიდა, სადაც აღმოჩენილი იქნა ქანდაკებების ფრაგმენტები, წარწერები და არქიტექტურული დეტალები, რომლებიც თითქოს საიდუმლოს მალავენ. ერთ-ერთი მთავარი კვლევის ობიექტი იყო ტაპოსირის მაგნა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ოსირისის დიდი სამარხი. უკვე სახელიდანვე იგრძნობა საიდუმლოს სიმძიმე. ეს ადგილი ალექსანდრიიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარეობს. ის აშენდა პტოლემეოს ორი ფილადელფოსის დროს, მმართველის, რომელიც ცნობილია ბერძნული და ეგვიპტური ტრადიციების შერწყმით. მთელი ტაძარი ოსირის სიმკვეთნიური ცხოვრების ღმერთს ეძღვნება. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ტაპოსირის მაგნა მხოლოდ რიტუალებისა და თაყვანისცემის ადგილი იყო და არა სამარხი დედოფლებისთვის ან მეფეებისთვის. ეგვიპტელთა უძველესი ტრადიციის მიხედვით, ფარაონებს დიდ პირამიდებში ან მეფეთა ველზე კრძალავდნენ.
დაძრები ცერემონიებისა და ლოცვებისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ იშვიათად იყენებდნენ მათ სამარხად. ამიტომ ტაპოსირის მაგნა სერიოზულ ძიებაში კლეოპატრას სამარხის პოვნისას არ ჩარდეს. მაგრამ იყო ერთი ქალი არქეოლოგი, რომელიც ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. ის არის დოქტორი კეტლინ მარტინესი, დომინიკის რესპუბლიკიდან. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირს ქალღმერთ ისისსა და კლეოპატრას შორის. ისისი არის აღორძინებისა და ძალაუფლების სიმბოლო. ხოლო კლეოპატრა ყოველთვის წარმოაჩენდა საკუთარ თავს როგორც ისისის ცოცხალ სიმბოლოს. ძველ ამბებში, მას შემდეგ რაც სეთმა მოკლა თავისი ძმა ოსირისი, ისისმა დამალა ოსირისის სხეული. ის დამარხა საიდუმლოს სამარხში, რათა ოსირისი კვლავ დაბრუნებულიყო იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში. თუ ამას დავეყრდნობით, შესაძლებელია კლეოპატრამ აირჩია იქ დაკრძალულიყო, რათა ეჩვენებინა თავისი მჭიდრო კავშირი ისისთან. ამასთან დაკავშირებით 2005 წელს დოქტორმა მარტინესმა დაიწყო ღრმა გათხრები ტაპოსირის მაგნაში. წლების განმავლობაში მათ აღმოაჩინეს სასულელები და გვირაბები ტაძრის ქვეშ. დერეფნებში მათ იპოვეს რამდენიმე სამარხი, პტოლემეური პერიოდის მმართველების ქანდაკებები და მრავალი მონეტა კლეოპატრას გამოსახულებით. მარტინესისთვის ამ ადგილის კავშირი ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალთან აშკარა. თუმცა დღემდე დედოფლის ნამდვილი სამარხი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. ტაძარი მრავალი უბედურების მსხვერპლი გახდა. მათ შორის იყო თავდასხმები, მიწისძვრები და ნელ-ნელა დანგრევა. ეს იყო ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დაზიანება. ადგილობრივებს კიდევაც აქვთ ლეგენდები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ადგილს წყევლა ან წმინდა დაცვა აქვს. თითქოს დრო და ისტორია სპეციალურად იცავდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ საიდუმლოს. ამის მიუხედავად, ძიება მაინც გრძელდება. რადგან თუ კლეოპატრას სამარხი ოდესმე აღმოაჩინეს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით 2022 წელს კლეოპატრას სამარხის ძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა დოქტორი კეტლინ მარტინესი. მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა გრუნტგამჭოლი რადარი და სამგანზომილებიანი სეისმური გამოსახულება. ამ ტექნოლოგიების დახმარებით მათ მიწის ქვეშ აღმოაჩინეს უჩვეულო სტრუქტურა, გვირაბი, რომელიც პირდაპირ კლდეში იყო გამოკვეთილი. მისი სიგრძე თითქმის 1300 მეტრია, ანუ 4200 ფუტზე მეტი. ექსპერტები კვლავ გაოცებული დარჩნენ მისი ზომითა და შესრულების ოსტატობით. ინჟინრების თქმით, გვირაბის დიზაინი წააგავს ძველ ბერძნულ აკვედუკებს, რომლებიც ადრე წყლის შორ მანძილზე გადასატანად გამოიყენებოდა. მაგრამ აშკარაა, რომ ეს გვირაბი მხოლოდ წყლისთვის არ იყო განკუთვნილი. მისი აშენების დროიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს გვირაბი წმინდა ადგილის ნაწილი იყო, რომელიც აშენდა იმისთვის, რომ დაემალა ან დაეცვა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ოდესაც მათი კვლევა გაღრმავდა, შენიშნეს, რომ გვირაბის ზოგიერთი ნაწილი მიწისქვეშა წყლით იყო დადბორილი. კედლებზე ბზარები იყო, რაც მიწისძვრებისა და მიწის მოძრაობის ხანგრძლივი პერიოდის ნიშანი იყო. ყოველი ნაბიჯი ნგრევის საფრთხეს შეიცავდა. მაგრამ საფრთხის მიუხედავად არქეოლოგები მაინც აგრძელებდნენ მუშაობას, რადგან მათ ძლიერ სუდად გაეგოთ რა იმალებოდა ქვეშ. გვირაბის ბოლოს მათ დახურული ოთახი აღმოაჩინეს. მის შესასვლელთან იყო ქვები, რომლებიც თითქოს დამწვარი იყო, თითქოს შიგნით ძლიერი ცეცხლი ან აფეთქება მოხდა. მოულოდნელად ირგვლივ ატმოსფერო შეიცვალა. ჰაერი დამძიმდა, თითქმის უძრავი გახდა, მათი აღჭურვილობა მოულოდნელად გაფუჭდა და სინათლეს თითქოს დაქვეითდა. საფრთხის გამო იძულებულნი გახდნენ დროებით შეეწყვიტათ შესვლა და უფრო უსაფრთხო გზა მოეძებნათ ოთახის შიგნით სანახავად. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს კლეოპატრას და მარკ ანტონის უკანასკნელი სამყოფელი. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა. ეს ოსირისის წმინდა სამარხი. ამ დროისთვის ოთახის შიგთავსი კვლავ საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ყოველი აღმოჩენა, რომელიც ცოდნას გვმატებს, კიდევ უფრო გვიახლოვებს პასუხს. ამასობაში, რაც უფრო ღრმად მიმდინარეობს გათხრები, მით უფრო იზრდება ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან. ზეწოლა მოდის არა მხოლოდ ექსპერტებისგან, არამედ მედიისა და ადგილობრივი ოფიციალური პირებისგანაც. ყველას გონია, რომ მალე დავიწყებული მკვდრების ტაძარი გაამჟღავნებს იმას, რასაც დიდი ხანია მალავდა. და რაც არ უნდა აღმოაჩინონ ისინი, ეს შეიძლება მთელ მსოფლიოს გააოცოს. გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული ოსირისის კორიდორი, გრძელი მიწისქვეშა დერეფანი,
ის ნელ-ნელა გამოჩნდა, როცა ისინი ფრთხილად აშორებდნენ მტვერს. კედლებზე მრავალი ამოკვეთილი წარწერა იყო, სადაც ოსირისის სახელი განმეორებით იყო მოხსენიებული. გვირაბში ფისისა და საკმეული სუნი იდგა, უძველესი რიტუალების კვალი, რომლებიც ათასობით წლის წინ ჩატარდა. მის შიგნით არის სამარხი ოთახები, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ თლიანადაა შემონახული. მუმიები გახვეულია 7 ფენად ტილოში და დაფარულია თხელი ოქროს ფოთლებით, რომლებიც ბწყინავს თუნდაც სუსტად განათებულ ოთახში. არსებობს სამკაულები და ნიღბები, რომლებიც თან დაურთეს როგორც დაცვა იმ ქვეყნიური ცხოვრებისათვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო მუმია, რომელსაც გულზე ოქროს სკარაბი ედო. ეს არის აღდგომისა და მარადიული დაცვის სიმბოლო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი შესაძლოა მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ყოფილიყო, ასევე მიმოფანტულია მონეტები კლეოპატრას გამოსახულებით. მისი სახის ხაზები ჯერ კიდევ მკაფიოდ ჩანს. ესენი მხოლოდ ფული კი არა, არამედ გზავნილიცაა. მისი ძალაუფლებისა და ლიდერობის გზავნილი. აქვე ახლოს აღმოაჩინეს პტოლემე 12-ის კლეოპატრას მამის ქანდაკებებიც, დეტალურად გამოკვეთილი, როგორც ძალაუფლებისა და ღმერთების კურთხევის სიმბოლო. მაგრამ კიდევ უფრო მეტ საიდუმოს ქმნიან წარწერები თითოეულ კუთხეში. განმეორებით არის მოხსენიებული ოსირისის სახელი და ფრაზები, რომლებიც აღდგომას მოუხმობენ. ერთ ჩამონგრეულ ოთახში, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოშლილი იყო, 2 კუბო გვერდიგვერდ იპოვეს. მათი სახეები აღარ ცნობადია, მაგრამ აშკარაა, რომ მათი ერთნაირი განლაგება განზრახი იყო, როგორც ერთი ბედის სიმბოლო. მის გვერდით იპოვეს ქვა, ძველი ამოკვეთილი წარწერით, რომელზეც ეწერა: ის, ვინც დადის ისისთან ერთად და ის, ვინც מחვილით დაეცა. არ არის სამეფო კარტოში, არ არის სახელი, მხოლოდ საიდუმლო მინიშნება. ეს გავს დედოფლისა და მებრძოლის ამბავს. იქნებ შეყვარებულები იყვნენ ან მტრები, მაგრამ ბოლოს სიკვდილმა გააერთიანა ისინი. ამ ყველაფერმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე პასუხი. ოსირისის კორიდორში აღმოჩენები შეიძლება იყოს გასაღები კლეოპატრას საბოლოო სამყოფელის მისაგნებად. დღემდე ეს კითხვა კვლავ რჩება. ჩვენ უკვე ვიპოვეთ მისი სამარხისკენ მიმავალი კარი. თუ ნამდვილი ძიება ახლა იწყება. მაგრამ თითქოს სხვა საიდუმლოც არის, რომელიც ოსირისის კორიდორს ეხება. ოდესაც დეტალური გამოძიება გრძელდებოდა, ტადრის გარშემო განთავსებულმა სეისმურმა ინსტრუმენტებმა მიწის ქვეშ უჩვეულო მოძრაობა დააფიქსირეს. სუსტი ბიძგები იყო, მკაფიო და თანმიმდევრული, თითქოს გულისცემა. მისი წყარო იყო დახურული ოთახი, რომელიც დიდი ხანია არავის გაუხსნია. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი რხევა არ არის. მას აქვს გარკვეული ნიმუში, რომელსაც ვერ ხსნიან გეოლოგები და ინჟინრები. შესაძლოა ეს უბრალოდ მიწის ბუნებრივი მოძრაობაა. ან იქნებ რაღაც დამალულია და განზრახა შენახული სქელი გრანიტის ქვეშ. მაგრამ ჰაერი კიდევ უფრო დამძიმდა ირგვლივ. თითქოს თვითონ მიწა გვაფრთხილებს ენით, რომელიც დიდი ხანია დავიწყებულია. ყოველი კანკალი შიშსა და ზარს იწვევდა ექსპედიციის წევრებში. მას შემდეგ ოსირისის კორიდორი აღარ იყო უბრალოდ შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობა. ის უკვე გამოცანად იქცა, თითქოს რაიმე გზავნილს ატარებდა და ჯგუფს მტკიცედ ჰქონდა დარაწყვეტილი პასუხის პოვნა. ამასთან ერთად გვირაბის კედლებზე აღმოაჩინეს ერთი ამბავი, რომელიც დროის განმავლობაში თითქმის წაიშალა. გაფერმკრთალებულ ბერძნულ და დემოტიკურ წარწერებში გამოიკვეთა სხვადასხვა კულტურის შერწყმის ნიშნები. ეს აჩვენებს პტოლემეოსების მცდელობას, ეგვიპტური რელიგია ბერძნულ და რომაულ სიმბოლოებთან გაერთიანებინათ. ეს იყო გზა, რომ გაეძლიერებინათ თავიანთი მმართველობის გავლენა და შეენარჩუნებინათ ერთიანობა. მაგრამ ყველაზე გამორჩეული აღმოჩენა არის პანელზე, რომელიც დამზადებულია მბზინავი ობსიდიანისგან. ისე მკაფიო და ამოტვიფრული, თითქოს ცოცხლდებიან ისი და ოსირისი, რომლებიც მჭიდროდ ეხუტებიან ერთმანეთს ვარსკვლავებით სავსე ცის ქვეშ. აქ გამოსახულია ეგრეთ წოდებული ლერწმის ველი 64, სადაც სული პოულობს სიმშვიდეს სიკვდილის შემდეგ. როდესაც ჩირაღდნების სუსტი შუქი ეცემა გლუვ ქვას, თითქოს თავად გამოსახულება მოძრაობს. თითქოს სულიერი არსებობა ეხვევა დერეფანს, ღმერთების მოგონება, რომლებსაც ძველი ეგვიპტელები კვლავაც სემენ პატივს. მოწმეების თვალში ეს მხოლოდ კვეთა არ არის, არამედ ადამიანის კავშირის და სულის უსასრულო მოგზაურობის შეხსენება. თუმცა ისიდასა და ოსირისის გამოსახულების ქვეშ ამოტვიფრულია გაფრთხილება, რომელიც დაწერილია ბერძნული ასოების და იეროგლიფების კომბინაციით. აქ წერია: არ შეაწუხოთ შეყვარებული წყვილი, რომლებიც ღმად ძინავთ. მათი ერთობა იცავს ბალანსს. პირველი შეხედვით ეს თითქოს უბრალოდ ლექსია, მაგრამ თუ დაფიქრდები, აშკარად გაფრთხილებაც არის.
აქ ნათქვამია, რომ სამარხში მყოფნი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. აქ ნათქვამია, რომ ისინი წესრიგის დამცველები არიან და მათი ერთიანობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დგას. ამასობაში ექსპერტებმა მისი მნიშვნელობა განიხილეს. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მღვდლების თხოვნა, რომ მომავალი თაობები პატივსცემდნენ გარდაცვლილებს. სხვაებისთვის კი ეს სერიოზული გაფრთხილებაა საფლავების ქურდებისა თუ ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაბედავს და შევა. ასეთი ტიპის გაფრთხილება ხშირია უძველეს ნაწერებში, რომლებიც მიზნად ისახავენ გარდაცვლილთა დაცვას შებღალვისგან. გარდა ამისა, როცა გათხრები გაგრძელდა, არქეოლოგებმა შესასვლელთან ახლოს პატარა ოქროს ტაბლეტი იპოვეს. მისი კიდეები გადნობილი იყო და ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა თითქოს ძლიერ სიცხეს ან ცეცხლს გაეღვი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს უძველესი აფეთქებით ან ვულკანის ძალით, რომელიც ათასობით წლის წინ მოხდა. მაგრამ მიუხედავად დაზიანებისა, მაინც მკაფიოდ ჩანს ამოტვიფრული სახელები: კლეოპატრა თეაფილოპატორი და მარკუს ანტონიუსი. ეგვიპტური იეროგლიფებისგან განსხვავებით, ეს სახელები დაწერილია ლათინურად და კოინე ბერძნულად, რომის იმპერიის ენებზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამარხი არა მხოლოდ პტოლემეების პერიოდში აშენდა, არამედ შესაძლოა დასრულდა ან ნაკუთხიც კი იქნა რომაული ეპოქის დროს. ეს არის მტკიცებულება კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსს შორის ღრმა კავშირის შესახებ. ასევე ოქროს ტაბლეტის უკან, სადაც ყველაზე რთული დაბრკოლება იყო, აღმოაჩინეს უზარმაზარი კედელი, რომელიც გრანიტისა და ტყვიისგან იყო დამზადებული. ეს მასალები ერთად ჩამოისხა, თითქოს ისინი ცეცხლმა ან აუხსნელმა ძალამ გააერთიანა. ასეთი ტიპის ნაგებობა ჩვეულებრივ არ გვხდება ეგვიპტის სამარხებში. ეს არის მეტალურგიისა და ქვის მშენებლობის უჩვეულო კომბინაცია, რომლის გაგებაც რთულია, თუნდაც თანამედროვე საზოგადოებისთვის. ამიტომაც გაჩნდა რთული კითხვა: უნდა დაანგრიონ კედელი თუ უბრალოდ დატოვონ როგორც არის? გადაწყვეტილება უკვე აღარ არის მხოლოდ არქეოლოგიის საკითხი, ეს უკვე პოლიტიკის, რელიგიის და ეთიკის საკითხიც გახდა. საფლავის საიდუმლოსთან მიახლოება არ არის მხოლოდ ისტორიის აღმოჩენის საკითხი, არამედ ჩარევაა იმ საიდუმლოებებში, რომლებიც დიდი ხანია დაფარულია. გარდა ამისა, მიწისქვეშ აღმოაჩინეს ოთახი, რომელიც ათასობით წელია დაფარულია და სქელი ფენებით არის გადაფარული. კირქვით და ნალექით. ეს დაადგინეს მიწისქვეშა რადარით და უჩვეულო სითბოთი, რომელიც სატელიტის სკანირება მაჩვენა. როცა შესასვლელი გაიხსნა, ყველა ახტაცებით აივსო, მაგრამ არავინ იყო ნამდვილად მზად იმისთვის, რაც შიგნით დახვდათ. ოთახის შუაგულში იდგა უზარმაზარი კუბო, შავი სარკოფაგი, რომელიც გამორჩეული იყო პტოლემეური ეგვიპტის ისტორიაში. ის გამოკვეთილი იყო ერთიანად ძალიან შავი გრანიტისგან. მასზე არ იყო არც კვეთა, არც სიმბოლო და არც წარწერა. მთელი ზედაპირი იყო გლუვი, თითქოს დამზადებული იყო ტექნოლოგიით, რომელიც აღემატებოდა ძველი ხალხის შესაძლებლობებს. როდესაც ექსპერტებმა სპექტროგრაფიული ანალიზით შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ქვის შემადგენლობა უჩვეულო იყო. ტიტანისა და მაგნეტიტის მაღალი კონცენტრაცია იყო აღმოჩენილი, ელემენტები, რომლებიც ეგვიპტეში იშვიათად გვხვდება. ამან მიანიშნა, რომ გრანიტი შესაძლოა შორეული ვულკანური რეგიონიდან იყოს ასობით მილით დაშორებული. რაც უფრო გასაკვირია, კუბო ოდნავ თბილი იყო. ეს კანით ვერ იგრძნობოდა, მაგრამ თერმული კამერებით აშკარად ჩანდა. ალატის ტემპერატურა 22 გრადუს ცელსიუსზე რჩებოდა, მაგრამ კუბოს ტემპერატურა ყოველთვის 29 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. ეს მუდმივი სითბო ქოულებრივი გზით ვერ აიხსნება. როდესაც ოთახში ჰაერი შეამოწმეს, აღმოჩნდა ვერცხლის წყლის ორთქლის მაღალი დონე, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ არქეოლოგიურ ობიექტებზე გვხვდება. ვერცხლის წყალს ადრე იყენებდნენ როგორც კონსერვანტს და რიტუალებში, მაგრამ იშვიათად გვხვდება ასეთი რაოდენობით. ასევე აღმოჩნდა არსენიკისა და ცინაბრის კვალი, ანუ ნივთიერებები, რომლებიც დაკავშირებულია უძველეს ალქიმიასა და ემბალმირებასთან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა არსებობდა შენახვის რიტუალური მეთოდები, რომლებიც თანამედროვე ეგვიპტოლოგიას ჯერ კიდევ არ აქვს აღმოჩენილი. კამერის გარშემო მიწაც კი უჩვეულოა. ტყვიისა და სელენის დონე ძალიან მაღალია. გაიჩინა კითხვა, განზრახ იყო ეს ასე გაკეთებული. შესაძლოა ეს მომწამლელი მინერალები გამოიყენეს როგორც დაცვა დაზიანებისგან, ან იმისთვის რომ შეეშინებინათ და შეეჩერებინათ ნებისმიერი, ვინც კამერაში შესვლას შეეცდებოდა. კუბოს შიგნით კი აღმოაჩინეს ორი ცხედარი, რომლებიც გახვეული იყო და მთელი აფხის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდა. ანთროპოლოგების თქმით, ერთი იყო ქალი, რომელსაც აშკარად ჰქონდა ბერძნულ ეგვიპტური ნიშნები. მის თავის ქალაზე შესამჩნევია უჩვეულო ფორმა, რადგან ის განზრახ იყო დაგრძელებული. ეს იყო ტრადიცია იმ დროის მაღალი ფენის ქალებისთვის პტოლემეების დინასტიის პერიოდში.
როდესაც ჩაუტარეს რადიოკარბონული დათარიღება, გამოვლინდა, რომ ის სუსტად იმ დროს გარდაიცვალა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 წელი იგივე წელი, როდესაც კლეოპატრას გარდაცვალება დაფიქსირდა. მეორე გვამი კი მაღალი და ძლიერად აღნაგობი მამაკაცია. მისი გარეგნობა აშკარად რომაულია. ფართო ყბა, მაღალი წხვირი და გარდაცვალების ასაკიც იგივეა, რაც ქალის. მათ სხეულებს შორის აღმოაჩინეს ბრინჯაოს ცილინდრი. ის დაფარული იყო ჟანგით და უჩვეულო მინერალებით, რომლებიც ჩვეულებრივ ვულკანებთან ახლოს სამხრეთ იტალიის სანაპიროზე გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ძველია, მისი ფორმა მთლიანად შენარჩუნებულია. ის მჭიდროდ იყო დახურული. არ ჰქონდა არც ანჯამა და არც რაიმე გზა გასახსნელად. როდესაც ის რენტგენით შეამოწმეს, შიგნით უცნაური ჩრდილი გამოჩნდა. ის გავდა ორგანულ მასალას, რომელიც ნელ-ნელა მოძრაობდა დროის გასვლასთან ერთად. ნანახის გამო ის მაშინვე კაიროს ლაბორატორიაში გადაიტანეს. კვლევა, MRI-სა და ნეიტრონული სკანერების გამოყენებით. მაგრამ პასუხისგაცემის ნაცვლად ამან კიდევ უფრო მეტი საიდუმლოება გამოიწვია. შიგნით მსუბუქი მოძრაობა ჩანს. ცვალებადი სითბო და მოულოდნელი ელექტრომაგნიტური სიგნალების გამოშვება, რომელიც აუხსნელია. კითხვა სწრაფად გავრცელდა. თუ კონტეინერი შეიცავს სიცოცხლის უძველეს ფორმას, რომელიც უცნობი ტექნოლოგიით არის შენახული. ან იქნებ ეს საგნების საცავია, რომლებიც სპეციალურად მომავლისთვის შეინახეს. თუმცა კიდევ უფრო ამოუხსნელი გახდა, როცა ზოგიერთმა იფიქრა, რომ ეს ორი გვამი შესაძლოა თავად კლეოპატრა და მარკ ანტონიუსი იყვნენ. შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდაა, თუ არსებობს კიდევ უფრო ღრმა საიდუმლო, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ. თავდაპირველად, მთავრობამ ყველა ინფორმაცია მკაცრად დამალა. მაგრამ მალე ამბავი გავრცელდა, რადგან კვლევაში მონაწილეებთან უცნაური მოვლენები ხდებოდა. კვლევითი ჯგუფის რამდენიმე წევრი მოულოდნელად დაავადდა. მათ შორის ძლიერი ხველა, ძლიერი თავის ტკივილი და ძლიერი სისუსტე. რაც ვერ ახსნეს, როდესაც ჩაატარეს ტესტირება პირდაპირ კუბოსსა და კამერაში არსებული ჰაერითა და მტვერით, სადაც აღმოაჩინეს უცნობი ბაქტერიული სპორების არსებობა. ექსპერტების თქმით, ეს მიეკუთვნება ექსტრემოფებს, მიკრობების იმ სახეობებს, რომლებიც ძლიერ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათ შეძლეს სიცოცხლის შენარჩუნება თითქმის ჯანგბადის გარეშე და მაშინაც კი, როცა მერკურით იყვნენ გარშემოთხმული. სავარაუდოდ, ეს მიკრობები იმ დროიდანვე იყვნენ ძილში, როცა კუბო დაკრძალეს და მხოლოდ მაშინ გაიღუძეს, როცა ადამიანები გახსნეს იქ. ამ ეტაპზე ისტორიის უბრალო ძიება მოულოდნელად ჯანმრთელობისთვის საფრთხედ იქცა. საკითხი აღარ არის მხოლოდ წარსულის საიდუმლო, არამედ დღეს ცოცხალი ადამიანების უსაფრთხოებაც. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის აღმოჩენა, რომ ზოგიერთი სპორა ჩვეულებრივი ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. ამიტომ მთელი გუნდი დაუყოვნებლივ მკაცრ კარანტინში მოათავსეს. ამასთან ერთად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩუმად გამოსცა რეკომენდაცია იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ. ამასობაში ბრინჯაოს ცილინდრი და გამოძიება კიდევ უფრო გაღრმავდა. მოძრაობის სენსორების მიხედვით ის უცნაურ პულსს გამოყოფს, თითქოს ცოცხალი არსების გულისცემა იყოს. ეს არ ემთხვევა არც ერთს მექანიკურ მოწყობილობას ან უბრალო ქიმიურ რეაქციას. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ შესაძლოა მასში იყოს ქსოვილები ან მიკრობები, რომლებიც სპეციალური შენახვის მეთოდით ცოცხლად დარჩნენ. მიჩნეულია, რომ გამოყენებული იყო ვერცხლის წყალი და ცინაბარი, როგორც ბუნებრივი საშუალებები მიკრობების წინააღმდეგ. ამიტომ ეგვიპტის მთავრობამ დაუყოვნებლივ დააწესა ლოკდაუნი არქეოლოგიური გათხრების ადგილს. მათ განაცხადეს, რომ ეს ყველა უსაფრთხოებისთვის გაკეთდა. სატელიტურ სურათებში ჩანს გამკაცრებული უსაფრთხოება, მორიგე ჯარისკაცები და სიგნალის ჩამხშობები, რათა ინფორმაცია არ გავრცელდეს. არ არსებობს ოფიციალური განცხადება, რომ ეს ადგილი ბიოლოგიურად საშიშია. შიში და დაძაბულობა ტიპური და ოფიციალური.